თავი მეხუთე. ვინაიდან ყოველი მღვდელმთავარი ადამიანთაგან ამორჩეული, ადამიანთათვის არის დაყენებული ღვთისმსახურში, რათა შესწიროს ძღვენი და მსხვერპლი ცოდვებისათვის. მას ძალუთ შეიწნაროს უმეცრები და გზასაცდენილები, ვინაიდან თვითონაც მოცულია სისუსტით. ამიტომ ვალდებულია შესწიროს ცოდვების გამოსასყიდი მსხვერპლი ხალხისთვისაც და თავისთვისაც. და არავინ თავისით არ ღებულობს ამ პატივს, არამედ ვინც ღვთის მიერაა მოწოდებული, როგორც აარონი. ასევე ქრისტეს არ უდიდებია თავისი თავი, რომ მღვდელმთავარი გამხდარიყო, არამედ იმან, ვინც უთხრა მას, ჩემი ძე ხარ შენ, მე დღეს გშობე შენ. როგორც სხვა ადგილასაც ამბობს, შენ მღვდელი ხარ უკუნისამდე მელქისედეკის წესით. მან თავის ხორცში ყოფნის დღეებში ძლიერი ღაღადით და ცრემლებით შესწირა ლოცვა და ვედრება მას, სიკვდილისაგან მისი დახსნის შემძლეს და შესმენილ იქნა იგი ღვთისმოშიშების გამო. და თუმცა ძე იყო, მან ტანჯვის მეოხებით ისწავლა მორჩილება. და იგი სრულქმნილი, მარადიული ხსნის მიზეზი შეიქმნა ყველა მისი მორჩილისათვის. და ღვთის მიერ ეწოდა მას მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით. ბევრი გვაქვს ჩვენ სალაპარაკო ამაზე, მაგრამ ძნელია განმარტება, ვინაიდან ყურმძიმენი გახდით. ვინაიდან დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თქვენ მასწავლებლები უნდა ყოფილიყავით, მაგრამ თქვენ კვლავ უნდა გასწავლონ ღვთის სიტყვის პირველი საწყისები. თქვენ მაგარი საჭმელი კი არა, რძე გჭირდებათ. ვინაიდან ყოველი, ვინც რძით იკვებება, გამოუცდელია სიმართლის სიტყვაში, რადგან ჩვილია. მაგარი საჭმელი განკუთვნილია სრულთათვის, რომელთა გრძნობანი ჩვევით გაწაფულია კეთილისა და ბოროტის გასარჩევად.